ახალი სასტუმრო სახელწოდებით კაბადონი რამდენიმე კვირაში სიღნაღში გაიხსნება. მას კომპანია რედიქსია აშენებს, რომელმაც მშენებლობაში 4,5 მილიონი დოლარი დააბანდა. უმაღლესი სტანდარტების სასტუმროში 21 ნომერია აქვს, 30 ადგილობრივი დასაქმდება, რომლებიც ამჟამად გადამზადებას გადიან. დღეს ტურისტული ინფრასტრუქტურის ეს ახალი პროექტი ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ დაათვალიერა. ამ სასტუმროს მშენებლობისთვის ჩაიდო თითქმის 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, მაგრამ რაც მთავარია, რომ ადგილობრივ კახელ გლეხს გაუჩნდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეუძლია მიიტანოს თავისი პროდუქტი. ავტობუსის მძღოლს გაუჩნდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეუძლია ჩამოიყვანოს ტურისტების ჯგუფი და ადგილობრივ 30 ადამიანს გაუჩნდა ახალი სამუშაო ადგილი. კაბადონიისთან საუბრობდით იაპონელ ტურისტებზე, ისინი ყველაზე პრეტენზიულები არიან და ესეც კი გათვალისწინებული იქნება, რომ ყველა სახის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. არის 1000 მეტრამდე სპა ნაწილი სასტუმროში, არის 21 ნომერი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად. კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა კახეთს, ეს არის ბუტიკური სტილის უნიკალური კონცეფციის მქონე სასტუმრო, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოსულმა ტურისტებმა და დამსვენებელმა მაქსიმალურად კომფორტულად იქნოს თავი.